სახელი, მამის სახელი. მურზაყან კახაბერიძე ჩოლოყაშვილი. ეროვნება. ქართველი. პროფესია. სტუდენტი. ფაკულტეტი. ფილოლოგიური. განხრა. ქართული ენა და ლიტერატურა. მოახსენეთ სასამართლოს ჩვენი საქმის შესახებ. სიამოვნებით მოგახსენებთ პატივცემულო მოსამართლე. პლეხანოვის გამზირზე ერთი პონტიდან მოვტასაობდი. მოწვი რიჟაბაკაზე 7-ია, სტრელკაზე მაგვიანდა. მოიწვინეთ. ილაპარაკეთ ნელა და გარკვევით. ებაბა. პლეხანოვზე მოვტასაობდი. მოწვი რიჟაბაკაზე 7-ია, ძალიან მაგვიანდება სტრელკაზე პატივცემულო. მოიწვინეთ. ვერაფერი გავიგეთ. პლეხანოვის გამზირზე რასაკეთებდით? ბრალდებული ამბობს, რომ ის მობრძანდებოდა პლეხანოვის გამზირზე ნადიმიდან და ხედა რიჟაბაკას, ესე იგი თავის ოქროს საათს, რომელიც 7 საათს ამცნობდა, აგვიანდებოდა პაემანზე. მაგრამ თქვენ როგორ გაიგეთ, რას ამბობს ბრალდებული? მე ვაჟი მყავს, სტუდენტი. გასაგებია. თხოვეთ განაგრძოს. მიდი სიმონ თვითომარე. ვარივერი გრეში ტაქსი მოგრიალეთ. შოფერი ჩიშმე შუსტრად ვიყიდე გოიმია. ნუ ვისაიმი ამას სტრელკაზე მოუხევ და მერე ავეთესები. ბრალდებული ამბობს, რომ მოდიოდა ტაქსი, მამ ძღოლს სახეზე შეატყო, რომ გამომუცდელია. იფიქრა, ეხლა ამას თავს პაემანზე მივაყვანინებ და შემდეგ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით კი ავეთესებიო. ესე იგი, დავიპარები. გასაგებია, განაგრძო. ბრალდებულო, რომ იცოდეთ, სიტყვა ავეთესები ძალიან მოძველებული გამოთქმაა. თანამედროვე ტერმინოლოგიით იტყვიან შუსტრად შევტყდებიო. ჩიჩმე ჩემი კროშკა ხესთან დგას და ვიღაც აბა. კროშკა? დიახ, ჩემი კროშკა. კროშკა ეს ახალგაზრდა ქალიშვილია 16-დან 18 წლამდე. ბრალდებულო, მოახსენეთ სასამართლოს რისთვის აბავდნენ უმწეო კროშკას ხეზე. ბრალდებული ამბობს, რომ მის გოგონას ხესთან ვიღაც ემიჯნურებოდა. სიყვარულს უხსნიდა. კიდევ კარგი. განაგრძო. ნუ შოფერმა იყიდა ხიპიში რომ იჩითებოდა და ამ კონჩი რომ არ გარეულიყო შუსტრად მოხია. მე იმუცნობ სიფაჩი ტაუკასიუსე და მეხკი პასატკა ავკიდე. ნუ კროშკა იშიპიტა და მილიციელებით ზაფრანებით დაიჩითნენ ეს. ბრალდებული ამბობს, რომ ძღოლი მიხვდა დიდი ჩხუბი მოხდებოდა, ამიტომ მანქანა სასწრაფოდ დაძრა ადგილიდან. ბრალდებულმა უცნობ ვაშსახეში გაარცხა და უგონოდ დაარჩა. მაგას კი მივხვდი, მაგრამ რა შუაშია ზაფრანები? ზაფრანები, ესე იგი, მილიციელები გაჩნდნენ ყვითელი მოტოციკლეტებით. გასაგებია. ადამიანმა რომ შემოგხედოს, წესიერ კაცს გავხარ. როგორ არ აქვს ჩვენიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უცნობ ახალგაზრდას მიაყენე ფიზიკური შეურაცხყოფა. შემოიყვანეს მოწმე. სადიწები მურზაყან რა დრო სიმონ თავს მოიბრიდა. ხო. გვარი, სახელი, მამის სახელი. ნესტან ფრიდონის ასული ორბელიანი. მოწმე ორბელიანო. მოახსენეთ თარჯიმანს რა იცით ამ საქმის შესახებ. დიახ, პატივცემულო მოსამართლე, დედას გეფიცებით ყველაფერს სიმართლეს მოგახსენეთ. კაროჩე ჭადრის ქვეშ ვიდექი და ერთი წამული ტიპი მეთომარებოდა. მერე რა მეთომარებოდა. მე რა ასი ადგილად ავარდებოდი? ამ დროს შახმატით გაჩერდა. ესე იგი ტაქსი გაჩერდა. დიახ, პატივცემულო მოსამართლე, შახმატი ძალიან გამიტყდა. აი დარწმუნებული ვარ, თქვენც რომ ყოფილიყავით ჩემ ადგილზე, ალბათ თქვენც გაგიწყდებოდათ. ხომ გაგიწყდებოდათ? ქალბატონო, თქვენ ხომ გაგიწყდებოდათ? დიახ, თქვენ მაინც ნუ გამიწეხავთ რა, თქვენ არ გაგიწყდებოდათ? რა თქმა უნდა გამიწყდებოდა. მურზაყანი გადმოხდა, ტისაკი დაასრო და რინოგი გახსნა. მერე ჩემს ნაცნობ კუთხურიდან ისეთი თაური დაუვა და ადგილზე გათიშა. მოკეტე, თუ კარგია შეთვითონ მოკეტე. სულეთია ჩავარდნილი ხარ. პატივცემული სასამართლო მაგისი ჩიტია? ვისი გულისთვის იწვევი მურზაყანილო? ვაცადოთ კროშკას. მიდი შვილო, იბლატავე. დიახ, პატივცემულო მოსამართლე. საკმარისია. განხილულ იქნა საქმე ნომერი 100-დან. სასამართლომ დაადგინა ბრალდებულ მურზაყან კახაბერიძე ჩოლოყაშვილს